შუა დღემშვიდობის მოგესალმებით. ამ ნაწილის თემა მე ვფიქრობ გაგრძელებაა გადაცემის პირველი ნაწილის, იმიტომ რომ საუბრობდით წიგნებზე, რომელთან შეხებაც ბავშვობაში გვიწევს, თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს წიგნი მთელი ცხოვრება მიყვება და რაცაც შემდეგში წაიკითხავ წიგნებს, ის ღირებულებები, რასაც შეგხვდებით, გვხვდება ამ ნაწარმოებში. საუბრობდით ფრანგულ ლიტერატურაზე და ლოგიკურად ვაგრძელებთ. საუბრობთ ვაგრძელებთ როგორი ავტორით და როგორი წიგნით და ან ყველას გვახსოვს და ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ანუ როგორი ფრაზა იყო ხოთ დასაწყისში, რომ ბოდიშს უხდი პატარებს, რომ ეს წიგნი ეძღვნება უფროსებს და ლეონ ვერტს, მაშინ როცა ეს პატარა ბიჭუნა იყო. ფანტასტიკური და ბავშვებმა არა თუ აპატიეს ეს ეგზიუპერიც. ანუ მე გახდა მათი საყვარელი ავტორი. ითარგმნა მგონი ყველა ენაზე, ენა არ დარჩენილა, სადაც არ ითარგმნა ეს წიგნი. მიუხედავად ამისა, არ არის ბევრი ეკრანიზაცია. ტრადიციულად ხუთშაბათობით ვსაუბრობთ ხოლმე ცნობილი ნაწარმოებების ცნობილ ეკრანიზაციებზე. დღეს ვისაუბრებთ, რატომ ერიდებიან, რომ ხშირად გადაიტანონ ეს ყველაფერი წიგნიდან უკვე ფირზე და ეკრანზე. ჩვენი გადაცემის სტუმარია ნინო ქავთარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. შუა დღემშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით. საინტერესოა ის, რომ პირადად ჩემთვის ესეა, რომ მინდება ხოლმე რომ დავუბრუნდე, იმიტომ რომ რაღაც მონაკვეთებია, რაც ძალიან მიყვარს. კონკრეტული ნაწილები ამ ნაწარმოების და ყოველთვის მაინტერესებს მარტო ჩემთვის არის ესეთი ნაწარმოები, რომელსაც ვუბრუნდები და ვერ ვიტყვი ესე რომ ბავშვობაში წავიკითხე და იქ დამთავრდა ჩემი ამ ნაწარმოებთან დამოკიდებულება. თქვენთვის როგორი იყო პირველი შეხება და მე რამდენად გაგყვათ უკვე ეს დაბეჭდილება? მეც ნაწილობრივ მინდა დაგეთანხმოთ. ჯერ პირველი შეხება ამ წიგნთან ყველას გვაქვს ბავშვობაში და მე ამ წიგნს ვუბრუნდებით, იმიტომ რომ ყველა ასაკის ადამიანი ამოიკითხავს ამ წიგნში იმას, რისი ამოკითხვის საშუალებაც მას აქვს. მეტიც რისი საშუალებაც კი არა, არამედ რისი სურვილიც გააჩნია. აქ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ზღაპარი, შეიძლება დავინახოთ ამ წიგნში იგავი, შეიძლება ამოვიკითხოთ ქრისტიანული იგავიც, შეიძლება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოვიხილოთ. მოკლედ ამ წიგნის ინტერპრეტაცია მრავალფეროვანია და ამიტომაც ვუბრუნდებით სხვადასხვა დეტალს აღმოვაჩენთ ბუნებრივია. ნამდვილად, ამიტომაც საინტერესო არის ეს წიგნი აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანისთვის, პატარისთვის თუ მოზრდილისთვის. თუმცა მე რომ მკითხო, ალბათ უფრო ზრდასრულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი, რომ გაიხსენოს რა არის ძირითადი, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში. ალბათ სწორედ ამიტომ მე ვურჩევ კიდევ ერთხელ წაიკითხოს ზრდასრულმა ადამიანმა და მიხვდეს რომ სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მამოძრავებელი ძალა, რაც ამოძრავებს ამ ქვეყანას. კიდევ ერთი ტრადიცია გვაქვს ხოლმე, როდესაც ამ რუბრიკაში ვსაუბრობთ ნაწარმოებზე და მის ეკრანიზაციებზე, ბექა მაისურა და ჩვენი ჟურნალისტი გვიმზადებს ხოლმე ძალიან საინტერესო სიუჟეტს. დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი, შეგვიძლია ერთად ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ უკვე საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არც დროს და არც ადგილს. ხელში მომარჯვებული ფანქრით ყოველთვის ახერხებდა ფურცელზე ოქროსფერთმიანი ბიჭი დაეხატა, რომელმაც საფუძველი ეპოქალური ფრანგული ნოველის პატარა უფლისწულის შექმნას ჩაუყარა. ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი პირველად 1953 წელს ნიუ-იორკში გამოქვეყნდა. ომის დასრულების შემდეგ კი უკვე საფრანგეთის სტამბებში გაიგზავნა დასაბეჭდად. პატარა უფლისწულის ამბავი ყველაზე კითხვადი და ყველაზე ხშირად თარგმნილი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში მე-20 საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარებული ნოველა მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბესტსელერად დასახელდა. I need air where only stars get in my hair and only ეგზიუპერი ერთნაირად გასაგებია ყველასთვის. სამყაროს რა წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ადამიანები და რა ეროვნებისა თუ რელიგიისაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამის ერთ-ერთი მიზეზი მწერლის საოცარი უბრალოება და ჰუმანურობაა. ლიტერატურის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პატარა უფლისწული არის ის იშვიათი ნაწარმოები, რომელიც აუცილებლად გაგხდის უფრო კარგს თუნდაც რამდენიმე წუთით და გაძლევს საშუალებას დაფიქრდე რა ფუჭია ცხოვრება სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთის, თავდადებისა და ერთგულების გარეშე.
პატარა უფლისწული სხვა პლანეტიდან ჩამოსული მოგზაური იყო, რომელიც წიგნის მთხრობელს უდაბნოში შეხვდა და დაუმეგობრდა. სწორედ მან უამბო, როგორი იყო მისი პლანეტა, მის მეზობლად მყოფი პლანეტები და მათი ბინადარნი. And an elephant is very cumbersome. Where I live, everything is very small. What I need is a sheep. პატარა უფლისწული ყოველთვის ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთ. It's not a matter of consequence to you, is it? წერალი საკუთარი მეუღლის მოშინაურებას და მასზე ზრუნვას მთელი ცხოვრება ცდილობდა, თუმცა მშვენიერი კონსუელო 7 ცხოვრებისთვის არ იყო დაბადებული. ვარდი, რომელიც წიგნში უფლისწულს უყვარს, სწორედ მათ ურთიერთობას გვიჩვენებდა. კონსუელო იყო ყვავილი, რომელიც ანტუანმა ვერ მოარჩულა. Il avait jusqu'à présent défié et vaincu les éléments et la nature hostile, et nulle épreuve n'avait diminué son courage ni sa foi. 1944 წელს ანტუანი სიცილით უყვებოდა თანამებრძოლებს იმის შესახებ, რომ მკითხავმა მას ზღვაში სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მისი სიკვდილი კი საოცრად გავდა პატარა უფლისწულის გამგზავრებას საკუთარ პლანეტაზე. სამხედრო მფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დაიკარგა, თანაც ისე, რომ მის სხეულს ვეღარ მიაგნეს. ამ ლამაზ, სევდიან, ადამიანურ ამბავს შეუძლია ყველაზე მოკლე გზით მივიდეს მკითხველის გულამდე. მიზანიც ესაა, იმის შეხსენება, რაც ბავშვობაში ძალიან კარგად ვიცოდით. მერე კი დაგვაწყდა. გავიზარდეთ და სპილო ქუდად გადაიქცა. ცაში ყურებაც დაგვავიწყდა. არა და პატარა უფლისწულმა ხომ გვითხრა, როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს. ჩვენ აღვნიშნეთ და მე მგონი ერთგვარი პარადოქსიც არის წიგნი, რომელიც ძალიან ბევრ ენაზე არის თარგმნილი, სამწუხაროდ ამ წიგნის ძალიან ცოტა ეკრანიზაცია არსებობს. არ ვიცი, რეჟისორები ფრთხილობენ რა არის მათთვის ეს რას წარმოადგენს სირთულე, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა 2016 წელს ახლა სწორედ სიუჟეტის დროს ვსაუბრობდით, გავიგეთ, რომ ახალი ეკრანიზაცია იგეგმება უკვე, რომელიც დიდ ეკრანებზე გამოვა, ხო? ან ფაქტობრივად უკვე შედგა ეს 2015 წელს უკვე დასრულდა ამ ანიმაციური ფილმის გადაღება და პატარები და დიდებიც ისიამოვნებენ უკვე წლის ბოლოს. Paramount Pictures-მა საფრანგეთში გადაიღო აი სწორედ ესეთი თავისებური ადაპტაცია ამ ნაწარმოებისა, ორმაგი სიუჟეტით, ორმაგი ხაზი მიმდინარეობს ნარატიული და რაც მე ვნახე ამაში ანონსში, ეს არის არაჩვეულებრივი. რეჟისორი გახლავთ მარკ ოსბორნი, სწორედ ის ადამიანი, რომელმაც აჩუქა პატარებს კუნგ-ფუ პანდა. ასე რომ ძალიან ვერ სიხალისებენ. ის ნახატები თუა გადათამაშებული რაც არის წიგნში. სტილო მახჩობილა გველში. ძალიან კარგად არის მხატვრული თვალსაზრისით შესრულებული, თვითონ მულტფილმიც გარკვეულწილად საინტერესო არის, იმიტომ რომ იქ არის 3D ანიმაციაც და ამავე დროს ტრადიციული მულტიპლიკაციის სენსი. თქვენი აზრით საინტერესო იქნება, რატომ არის პატარა უფლისწულის ასეთი ცოტა ეკრანიზაცია დღემდე? მე ვფიქრობ, რომ სწორედ ხიბლი ამ ნაწარმოების ის არის, რომ დავინახოთ ყუთში პატარა ბატკანი. და ეს უნდა შევინარჩუნოს, ეს განცდა ცხოვრების ბოლომდე. და ვფიქრობ, ალბათ ამიტომაც ერიდებიან. ამიტომაც ერიდებიან. რთულია, მით უფრო რომ თვითონ ილუსტრაციებიც არსებობს და ამისი ანალოგის შესრულება ალბათ ძალიან რთული იქნება, რომ გადმოვცეთ. ისედაც ნებისმიერ ნაწარმოებზე, როცა ვთქვათ, არის რისკი იმის, რომ არ ემთხვევა მკითხველის მიერ წარმოდგენილი, აქ წარმოდგენას უადვილებს ავტორი, ხო, ამ თავისი ილუსტრაციებით და ანუ კიდე როცა ახალს აკეთებ, იმედგაცრუების შანსი ალბათ დიდია. რასაკვირველია, გეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ მართლაც რთული იქნება იყო ერთგული, არა მარტო ტექსტისა, არამედ თვითონ ნახატებისაც. ამიტომაც ორმაგლად რთულებს. თარგმანს რაც შეეხება, იმიტომ რომ როგორი ანიმაციური ფილმის არ უნდა გამოვიდეს, ყოველთვის მოგვინდება, რომ მომავალშიც ნებისმიერმა თაობამ დაიწყოს იმით, რომ წაიკითხოს ჯერ. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია როგორც ვკითხულობდით ჩვენ, ნუ ვიღაცას რა თქმა უნდა ფრანგულად ექნება წაკითხული ორიგინალი ვერსია, მაგრამ ვისაც არ აქვს ბედნიერება იცოდეს ფრანგული ენა და წაიკითხოს ორიგინალი, უწევს ქართული თარგმანის წაკითხვა და შესაბამისად საინტერესოა, რამდენად ბევრი თარგმანი არსებობს, რამდენი ვერსიაა და ხوار ველოდებით კიდე ახალ თარგმანს. ამ ხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ქართულ სივრცეში არსებობდა ერთი თარგმანი, პატარა უფლისწული, მერე ბატონ გიორგი ეკიზაშვილი შესანიშნავი თარგმანი შესრულდა სულ ახლახანს და აი ახლა ცოტა ხანში გამოვა კიდევ ბაკურ სულაკაურის გამოცემლობაში ბატონ მერაბ ფიფიას თარგმანი, რომელიც ჩვენ გვანებიურებს და გვახარებს თავისი თარგმანებით, ასე რომ ძალიან კარგი იქნება ჩვენი პატარა და დიდი მკითხველებისთვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით თუ არსებობს წიგნები, რომელიც უნდა წაიკითხო ორიგინალში, ეს ის წიგნია, რომელიც მშობლიურ ენაზე უნდა წაიკითხოს ყველა. გახსოვთ რომელ წელს ითარგმნა ბატონო გიორგიმ როდის თარგმნა? ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი 2-3 წლის წინ თუ არ ვცდები, მაგრამ შეიძლება მე ამ შემთხვევაში ან მანამდე ქართული თარგმანი არ როგორ არ არსებობდა ერთი პატარა უფლისწულის სახით. ბატონმა გიორგიმ შეცვალა სათაური, მე ვფიქრობ გარკვეულწილად მართებულად, პატარა პრინცი და აი ახლა გამოვა კიდევ ერთი თარგმანი. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან პოპულარული არის ეს ნაწარმოები და რაც არ უნდა იყოს, მაინც იკითხება და ინტერესი არის ძალიან დიდი. აი ეს ქართული ტექსტი რამდენად გადმოსცემს იმ ფრანგულ ნიუანსებს, ასე ვთქვათ, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ის წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხო ორიგინალში, მაგრამ ისაც არ გვაქვს მართლა ბედნიერება, ქართული თარგმანიდან რამდენად გავიგებთ იმას, რაზეც წერდა გონი პირიქით აღნიშნეთ, რომ მშობლიურ ენაზე უნდა წაიკითხოთ. ძალიან იცით, მე ვფიქრობ, რომ მართლაც თავიდანვე უნდა მოხდეს აი ამ ტექსტის წაკითხვა მშობლიურ ენაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ ხრივ ქართველებს გაგვიმართლა. ძალიან გაგვიმართლა და მომავალში ალბათ გაგვიმართლებს, იმიტომ რომ ინტერესი ძალიან დიდია. კვლევარები ამბობენ, რომ განსაკუთრებულია სიმბოლოების ენა. ჩვენც თქვით ის, რომ სხვადასხვა აღქმა აქვს ყველას, ეს არ იქნება მხოლოდ ზღაპარი, რაღაც ფილოსოფიური ელემენტებია და უფრო ღრმად მიდიხარ და მსჯელობ ამ ყველაფერზე. მაგრამ აი ეს სიმბოლოები თქვენთვის რომელიმე კონკრეტულზე თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, მაგალითად რა იკითხება იგივე ამ სიმბოლოებში და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო აი ამ სიმბოლოების გაშიფრვა, ესე ვთქვათ, როგორც მკითხველისთვის. მე ძალიან მიყვარს ზღაპრები და მე ეს ნაწარმოები წავიკითხე როგორც ზღაპარი. თუმცა ძნელია. ორიგინალში საკმაოდ რო წავიკითხე საკმაოდ დიდი ვიყავი, მაგრამ პატარა უკვე არ მახსოვს ბავშვობაში. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ორიგინალში ეს ტექსტი წავიკითხე სტუდენტობის დროს და იცით ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ტექსტი არის ძალიან კარგად, ძალიან ისეთი მარტივად მიდის, იკითხება ძალიან კარგად, ძალიან სასიამოვნოა. ეს იყო შეხება, მხრივ მე მიხაროდა რომ მე ორიგინალში ვკითხულობ ტექსტს და ძალიან ადვილად ვითვისებ მას. რაც შეეხება თვითონ სიმბოლოებს, რაც თქვენ აღნიშნეთ, რასაკვირველია ძნელია არ მოიკითხო სიმბოლოები, თუნდაც იგივე ქრისტიანული სიმბოლოები. აი თუნდაც ვარდის სიმბოლო, რომელიც ტრადიციულად არის გაიგივებული ქრისტიანულ კულტურაში, როგორც ღვთის სიყვარული. რომ ვარდი არის ღვთისმშობლის სიმბოლო და ზოგადად ღვთის სიყვარული, აი ვარდი, რომელსაც პატარა უფლისწულის ვარდი, ხო, ნამდვილად. მაგრამ ვარდი სილაში მოდი უდაბნოს მიუბრუნდეთ. უდაბნოს ქრისტიანული სიმბოლოა. პერსონაჟებს თვითონ, ანუ მე ვგიზდები როგორ შემოყავს ეს პერსონაჟი. ბეკეკა დამიხატე რა და გეღვიძება რა ბეკეკა დამიხატო ვინ ხარ, ან როგორ მოხდა უდაბნოში, როგორც ვიცი ერთ-ერთი ავიაკატასტროფის დროს და 17-მდე ის კონდა ჩამოვარდა რა რაღაცა. კი, ნამდვილად. მოხდა უდაბნოში. რასაც თქვათ იყენებს ამ ნაწარმოებში, როგორც თქვენ თქვით, რა ბედუინებმა გადაარჩინეს. დიახ, ეს 1935 წელს თავის ესე იგი მეგობართან ერთად იგი ავტოკატასტროფაში მოხდა და გადარჩა და სხვათა შორის დიდი ხნის მანძილზე იყო უდაბნოში და ბედუინებმა გადაარჩინეს. რასაკვირველია ამის გამოყენება მან მშვენივრად მოახერხა თავის ნაწარმოებში, იმიტომ რომ მწერლებს საერთოდ ახასიათებთ პიროვნული მითის კონსტრუირება თავის ან ერთ ნაწარმოებში, ან
მართლს შემოქმედებაში. ამიტომ აქ ეს ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ შესანიშნავად აქვს გამოყენებული, თუნდაც იმიტომ, რომ ქრისტიანული თვალსაზრისითაც უდაბნო ეს არის იქ, სადაც ადამიანი განმარტოება ხდება, მისი კავშირი ღმერთთან ბევრად უფრო ახლოს არის და განწმენდა ხდება, ამიტომაც აქაც შეიძლება ამოვიკითხოთ ქრისტიანული სიმბოლიკა. არა მარტო ბუდისტური, რასაკვირველია, განჭრეტა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ყველა რელიგიისთვის. მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ ჩემ პირად დამოკიდებულებას, მე მაგალითად მაინც უფრო ზღაპრის სახით და იგავის ალეგორიული სახით აღვიქვამ ამას. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ არის წყარო დაფიქრებისა, რომ მივუბრუნდეთ ყველაზე ძვირფას რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი სიყვარული. იმიტომ რომ სიყვარული მართლა აშენებს ამ ქვეყანას და გადაარჩენს კიდევაც. რა ერთი ძალიან საინტერესო რამ გამახსენდა ახლა რომ თქვენ გესაუბრებოდით. არა მარტო ადაპტაცია, არამედ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ეხება და იყენებს ამ წიგნს როგორც წიგნს წყაროდ. და ახლა მე გამახსენდა ახალგაზრდა მწერალი გახლავთ, რომელიც ასევე ქართულად არის თარგმნილი, მარტენ პაჟი, რომელმაც არაჩვეულებრივად მოახერხა და გამოიყენა პატარა უფლისწული თავისი ნაწარმოების წყაროდ და წიგნის სათაური გახლავთ, როგორ გავხდი მე სულელი. მე არ ვიცი ქართული თარგმანი როგორ არის ზუსტად, მაგრამ ძალიან საინტერესო არის, ამიტომ იქაც დღეს თანამედროვე სამყაროში ერთი ახალგაზრდის შესახებ მოგვიტყრობს, აბსოლუტურად დეზორიენტირებული, დაკარგული, არაფერი მას არ ძალუც, არ ძალა შესწევს, რომ გააგრძელოს ცხოვრება და როგორც პატარა უფლისწულია, თქვენ როგორც აღნიშნეთ, რომ იგი ხან ერთ ლოცხდება, ხან ვარსკვლავთ მრიცხველს, ხან გეოგრაფს, ხან ასე შემდეგ, აი ესევე სტუმრობს სხვადასხვა ადამიანებს, რომ იპოვოს საკუთარი თავი, შეიცნოს საკუთარი თავი და სამყაროც საკვირველიათ და საბოლოო ჯამში უკვე მთლიანად იმედგაცრუებული ახალგაზრდა, ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ალბათ ჰიპ-ჰოპს ცეკვავს, რომელიც დადის ბარებში და არ ვიცი, ჩვეულებრივი ალბათ ინტერნეტში 24 საათი. აი ზუსტად ესეთი ადამიანი საბოლოო ჯამში ხდება ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც შეიყვარებს და სწორედ ეს სიყვარული მას გადააჭრა. და ეს მისი ვარდი ხდება, რომელიც არ გავს ვარდს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარდი არსებობს და შეხვედრა ძალიან საინტერესო არის, რამდენადაც მე მახსოვს, სრულიად უცაბედად გადაიყრება მას ქუჩაში. დასასრულია ეგზიუპერის ცხოვრების ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთგვარი მითით შექმნა ამ ყველაფერმა და თითქოს მისტიკურია, ფიქრობ რამე კავშირში ხარ არის, იმიტომ რომ პატარა უფლისწულის გაუჩინარებას ძალიან გავს ავტორის გაუჩინარებაც, ხო? ამაზეც საუბრობენ. სხვათა შორის ლიტერატურის ისტორიისთვის ცნობილია რამდენიმე ასეთივე ფაქტი, რომელიც თითქოს მწერლებმა იწინასწარმეტყველეს თავიანთი დასასრული სიკვდილი. აი ეგზიუპერის შემთხვევაში ზუსტად ასევე მოხდა. თუ არ ვცდები 2000 წელს აღმოაჩინეს ოკეანეში ნარჩენები თვითმფრინავის, რომელიც სავარაუდოდ ის თვითმფრინავია, რომელშიც ეგზიუპერი დაიღუპა, რომლითაც დაიღუპა. მართლაც აი ესეთივე გაუჩინარდა, თუმცა სხეული არ აღმოაჩინეს. როგორც პატარა უფლება. სტუდიაში მოგდანებისთვის ასეთი საინტერესო საუბრისთვის. არ გვინდა თქვენთან დამშვიდობება გულწრფელად, მაგრამ მოგვიწევს და მიხარია, რომ ყველასთვის საყვარელ ნაწარმოებზე სწორედ თქვენი ყავით, ჩვენი გადაცემის სტუმარი და არაჩვეულებრივად ვისაუბრეთ. დასკვნის სახით რაც შეგვიძლია ვთქვათ, რამდენი წლისას არ უნდა გავხდეთ და რამდენი ვარდიც არ უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ რატომღაც პირველი მაინც ეს და მელის მონაკვეთი მახსენდება, რატო არ ვიცი, მაინც იცოდეთ, რომ თქვენი ვარდი ყველას ჯობია და უნდა იყოთ ბოლომდე ამ ერთი ვარდის ერთგულები. და ბედნიერება, როდესაც ლიტერატურას ასეთი წიგნი აქვს. და ბედნიერება, როდესაც შეგვიძლია მუდმივად მივუბრუნდეთ აი ამ ნაწარმოებს. ასე რომ მივუბრუნდით აუცილებლად კიდევ ერთხელ ჩვენ დავისვენებთ სულ ცოტა ხნით და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.